მადლობა ჩვენ სულფალს და ღმერთს. შეგლიათ გადაშალოთ წმინდა წერილი, დღევანდელი ჩვენი საკითხავი ადგილი იქნება მათეს სახარება 21 თავი. კითხულობ პირველი მუხლიდან მეათე მუხლის ჩათვლით. მათეს სახარება 21 თავი. პირველი მუხლიდან მეათე მუხლის ჩათვლით. შაბათის გასულს, ერთ შაბათის თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და აჰა მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან. მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედს დაჯდა. მისი შესახადოობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: ნუ გეშინიეთ, ვიცი რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა. როგორც თქვა, მოდით ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით. და აჰა წინ მიგიძღვით გალილეისაკენ, იქ ნახავთ მას, აჰა გითხარით თქვენ. ისინი სწრაფად გამოიშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. და აჰა იესო შეხვდა მათ და უთხრა: გიხაროდეთ. ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხმნენ და თაყვანისცეს მას. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიეთ, წადით და აუწყეთ ჩემ ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ ნახავენ. ეს არის უფლის სიტყვა. მოდით გადაგების წინ მოვხმოთ ჩვენ სულფალს და ვთხოვოთ მადლი მისი სულიწმიდის ძალით გაცხადდეს და დამკვიდრდეს მისი სიტყვა ჩვენს გულებში. მადლობას გიხდით ძვირფასოზე წირო მამაო, იესოს სახელით შენი სიტყვისათვის. მადლობას გიხდით იესოს მკვდრეთით აღდგომისათვის. ჩვენ ვთხოვთ დღევანდელ დღეს უფლის იესოს სახელით, შენი სულით შეეხე ჩვენს გულებს და გააცხადე შენი სიტყვის ჭეშმარიტება. და მოვიდე შენი სინათლე ჩვენს გულში და გონებაში. ჩაუღმავდეთ შენ სიტყვას, რათა შენი სიტყვის მეშვეობით გქონდეს ჩვენი უფლის იესოს წმენა, გქონდეს უფლის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ძალა. და ეს ძალა მკვდრეთით აღდგომის გამებთეს დღევანდელ დღეს ამ ადგილას და თითოეულ ჩვენთაგანის გულებში და სიცოცხლეში. გვაკურთხე, განდიდე შენზე უფალი იესო ქრისტე ამ ადგილას, აღასრულე შენი ნება, შენ გიქონდეს დიდება ერთ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას. ამინ. დღევანდელი ქადაგება მინდა დავიწყო რიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, სადაც ის ლაპარაკობს ქრისტეს აღდგომის შესახებ. ქრისტეს აღდგომის დღე ეს ის დღეა, როდესაც ქრისტემ შემუსრა ჯოჯოხეთის კარიბჭენი, მიანიჭა თავისუფლებას სულებს და ამ დღეს ის წამოდგა საფლავიდან და გამოეცხადა ადამიანებს, ვისთვისაც იშვა, ვისთვისაც მოკვდა ჯვარზე, რათა ჩვენ ყოფილიყავით დახსნილი სიკვდილისაგან და აღუდგეთ მასთან ერთად. ამიტომ ძვირფასო დებო და ძმებო, ყოველთვის, როდესაც გვესმის ქრისტეს აღდგომა, ეს არის მოწმობა იმისა, რომ არის ცოცხალი, ნამდვილი სასოება, არის იმედი, რომელშიც არ შევცხვებით, ვინაიდან
ქრისტე ჩვენი უფალი აღდგა, ის ცოცხალი არის. დღეს ქრისტიანთა სამყარო ზეიმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომას. და ჩვენც აი ამ მიწაზე, როგორც საზოგადოების ნაწილი, ქრისტეს თლიანი სხეულის ნაწილი, უერთდებით ამ დიდ ზეიმს. ამიტომაც ჩვენთვის დღევანდელი კვირა დღე ორმაგად განსაკუთრებულია, ვინაიდან ეს არის დღე, როდესაც ეკლესია იკრიბება იმისათვის, რათა პატივი მიაგოს უფალს და მეორე, ეს არის დღე, რომელშიც ეკლესია ზეიმობს უფლის იესო ქრისტეს მაცხოვრის აღდგომას. მაგრამ ამ აღდგომისთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ თუ უპირველეს ყოვლისა არ გავიაზრებთ აღდგომამდე ქრისტეს სიკვდილის ჯვარზე, მაშინ აღდგომის მნიშვნელობას დაიკარგება და ის ზეიმი სამწუხაროდ დარჩება მხოლოდ ზეიმად და რიტუალი და მეტი არაფერი. ამიტომაც ვინც წინა კვირას, აი ნების კვირა დღეს, ყველა დღე მოდიოდა და ჩვენ მოგეხსენებათ კვირის თითოეულ დღეს ნების დღეებში ვიკრიბებოდით და ვიხსენებდით თუ რა გააკეთა ქრისტემ. და თითოეულ დღეს ვაცნობიერებდით თუ რისთვის მოვიდა ქრისტე ამ მიწაზე. ის მოვიდა ამ მიწაზე ჩვენთვის, ცოდვილთათვის. როგორც დაწერილია საღვთო წერილში, 1 ტიმოთეს 1 თავის 15 მუხში, ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორის პირველი მე ვარ. გახსოვთ ეს სიტყვები ვის ეკუთვნის? ამას ამბობდა მოციქული პავლე, რომელიც იყო რჯულის მცოდნე, ის იყო რელიგიური ადამიანი, რომელიც ტაძარში დადიოდა, ლოცულობდა, მარხულობდა, ზედმიწევნით იცავდა რჯულს, ანუ ზედმიწევნით იყო რელიგიური ადამიანი, მაგრამ მან როდესაც გაიაზრა ეს ჭეშმარიტება, განაცხადა, რომ მე ცოდვილი ვარ და ცოდვილი პირველი ვარ. და სწორედ ჩვენთვის მოვიდა ქრისტე ამ მიწაზე, რათა ვეხსენითო, ეს განაცხადა ყველას წინაშე. და სწორედ ეს თუ ვერ გავიაზრე დღეს ადამიანმა, მაშინ ყოველი ზეიმი დარჩება ზეიმი და მეტი არაფერი. ამიტომაც დღეს მოდით ძვირფასნო შევიცნოთ და ვირწმუნოთ ჭეშმარიტება, ქრისტე მოვიდა ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა ამ მიწაზე. ის ჩვენთვის ჯვარს ეცვა, ის ჩვენთვის მოკვდა, ის ჩვენთვის დაიმარხა და მესამე დღეს კვირას გამთენიას აღდგა მკვდრეთით. ის ცოცხალია, როგორც ჩვენ და სახარებაში მათეს 21 თავის მე-5-მე-7 მუხლებში ნათქვამია, ანგელოზის სიტყვები, ანგელოზმა უთხრა დედაკაცს, ნუ გეშინიათ, ვიცი რომ ჯვარცმულ იესოს ეძებ, აქ არ არის, ვინაიდან აღდგაო, ანუ ის ცოცხალია. და ამ დღეს ჩვენ ქრისტიანები აღვნიშნავთ და ეს დღე არის ზეიმი გამარჯვების. ეს დღე, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ეს დღე არის გამარჯვება სიმართლის ცოდვაზე. ეს დღე არის გამარჯვება უხრწნელობის ხრწნილებაზე. ეს დღე არის გამარჯვება სიცოცხლის სიკვდილზე. ეს ყოველი იმიტომ არის, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ამიტომაც საღვთო წერილი გვასწავლის, ამ დღეს ვიმხიარულოთ და ვიდღესასწაულოთო, როგორც მე-9 მუხში უფალმა იესო ქრისტემ თქვა, გიხაროდეთ. მე-9 მუხში იესო ეუბნება, როცა შეხვდა მოწაფეებს, გიხაროდეთო. ვინაიდან ქრისტე აღდგა
და ის ცოცხალია. და მისი აღდგომის ძალა დღეს მის ეკლესიაშია. სწორედ მისი აღდგომის ძალა გვაუწყებს და გვახსენებს, რომ არის დღევანდელი დღე გამარჯვება სიკვდილზე. დღევანდელი დღე არის ნუგეშის და იმედის მომცემი. ვინაიდან სიკვდილის ბორკილებმა ვერ დაიჭირა ქრისტე. ვინაიდან ქრისტემ დაანგრია სიკვდილის ბორკილები. სიცოცხლემ ძლია სიკვდილს. სიცოცხლემ ძლია სიკვდილს. ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა. იმიტომ რომ როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, სიკვდილი მოკვდა ქრისტეშიო. ძვირფასნო დებო და ძმებო, ღმერთის ძე იესო ქრისტე ჩამოვიდა ზეციდან ამ მიწაზე, სადაც არის სიკვდილი და ცოდვა და თავისი სხეულით განიცადა ეს სიკვდილი ერთადერთი მიზნით, რათა დაემხო და დაემარცხებინა იგი. სიკვდილის ზეიმობდა, როცა ჯვარს აცვეს ქრისტე, მაგრამ მასზე ძლიერი აღმოჩნდა ჩვენი უფალი იესო ქრისტე. იმიტომ როგორც დაწერილია მოციქულთა საქმეების მეორე თავის 24 მუხში, ღმერთმა აღადგინა იგი, ღმერთმა აღადგინა ქრისტე, შეხსნა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდაო. ხედავთ, სიკვდილი ცდილობდა ქრისტეს დაკავებას, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ვერ დააკავა სიკვდილმა ქრისტე. ამიტომ ძვირფასნო დებო და ძმებო, დავიმახსოვროთ ეს ჭეშმარიტება, როცა ღმერთი ხსნის ბორკილებს, როცა ღმერთი აღებს კარებს შენ ცხოვრებაში, როცა ღმერთი გაძლევს კურთხევას, შეუძლებელია იგი შეაჩეროს სხვა ძალამს. იქნება მცდელობა შეჩერების, როგორც ქრისტეს შეჩერება სურდა სიკვდილს, მაგრამ სიკვდილმა ვერ შეაჩერა სიცოცხლე. ასევე თქვენ ცხოვრებაშიც იქნება მცდელობები, რომ შეჩერდეს ღმერთის კურთხევა, სასწაულებები, მაგრამ მას აქვს დაკარგული ძალაუფლება, ვინც ცდილობს, რომ ღმერთის კურთხევები შეაჩეროს თქვენ ცხოვრებაში. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, მოწაფეებს იმ დროს იმედი დაეკარგათ. იყვნენ დანაღვლიანებულნი და იყვნენ ჩაკეტილნი და იყვნენ შიშის ქვეშ. გარემოება მოწაფეებს ეუბნებოდათ, თქვენი საქმე ძალიან ცუდად არის. თქვენი სიცოცხლე ძალიან საფრთხის ქვეშ არის. მაგრამ ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მას შემდეგ, როდესაც მათში გაცოცხლდა ქრისტეს მკვდრედით აღდგომის რწმენა, მათი ცხოვრება შეიცვალა. ამიტომაც მინდა იცოდეთ, რომ არის გამარჯვება და იმედის ძალა. ეს ძალა აღადგენს ჩვენს ცხოვრებას. ეს ძალა აღადგენს ჩვენს სიცოცხლეს. ეს ძალა აღადგენს ჩვენს ჯანმრთელობას. ეს ძალა აღადგენს ჩვენს მომავალს. ეს ძალა აღადგენს ჩვენს ფინანსურ სფეროებს. ეს ძალა აღადგენს ჩვენს სამსახურებს. რას ყველაფერს აღადგენს, რასაც სიკვდილი ემუქრება შენს სიცოცხლეს და შენს ცხოვრებას. ეს იქნება შენი სახლი, შენი ოჯახი, შენი ჯანმრთელობა. ეს იქნება შენი ფინანსური სფერო თუ ურთიერთობები. ეს ძალა, რომელსაც ქვია ქრისტეს მკვდრედით აღდგომის ძალა, მას შეუძლია აღადგინოს, მას შეუძლია განაახლოს, მას შეუძლია შეცვალოს. ამიტომაც დღეს იმედია შენთვის და ჩემთვისაც, ვინაიდან ეს ძალა არ არის შორს. ეს ძალა ქრისტეს ეკლესიაშია. ეს ძალა ჩვენს შორისაა. ეს ძალა თქვენში არის. და ეს ძალა გვიცხადებს, რომ არის სიკეთეები, რომელიც გააჩნია ეკლესიას ქრისტეს აღდგომის გამო. რა არის ეს სიკეთეები? პირველი, ეს სიკეთე არის, რაც გაგვაჩნია ქრისტეს ეკლესიას
ქრისტეს მორწმუნეებს. ეს არის ქრისტეს აღდგომის გამო ჩვენ გაგვაჩნია გამართლება. რომელთა მეოთხე თავის 25 მუხში მოციქული პავლესაგან ჩვენ კითხულობთ, სწავლობთ, რომ იესო ქრისტე ჩვენი ცოდვების გამო გადაეცა ჯვარს, მაგრამ ის აღდგა ჩვენ და გამართლებათო. მეორე, რაც გაგვაჩნია ქრისტეს აღდგომის გამო, ეს არის ჩვენი განახლებული ცხოვრება, რომელთა მეექვსე თავის მეოთხე მუხში აქაც მოციქული პავლესაგან ვსწავლობთ, როგორც დავიმარხეთ ქრისტესთან ერთად სიკვდილში, ასევე ავხდექით მასთან აღდგომით, რათა ვიცხოვროთ განახლებული სიცოცხლითო. და დღეს მისი აღდგომის ზალა არის ჩვენ შორის, რათა განახდეს ჩვენი ცხოვრება დღითი დღე და გაუმკლავდეთ ცხოვრებაში წინააღმდეგობებს, რომელიც წინააღმდეგობებს ხვდება სამწუხაროდ ამ წუთის სოფელში. შეუძლებელი ადამიანი, რომელიც განიცდის ქრისტეს აღდგომის ძალას, დარჩეს ისეთივე, როგორც იყო ის მანამდე. იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომის ძალა ცვლის ჩვენს ცხოვრებას, ცვლის ჩვენს საუბრებს, ცვლის ჩვენს ხედვებს, ცვლის ჩვენ ურთიერთობებს, მისი ძალა არის უცვლელი. და მესამე, მისი აღდგომა, ქრისტეს მკვდრეთი აღდგომა, ეს არის გარანტია იმისა, რომ ჩვენც მომავალში გველოდება აღდგომა. ხოლო ის რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით, მაშინ არანაირი მომავლის იმედი აღარ იქნებოდა. ყველა მკვდარი დარჩებოდა საფლავში, მაგრამ რადგანაც ის აღდგა მკვდრეთით, ის გახდა საწინდარი ჩვენი აღდგომისა. 1 კორინთელთა 15 თავის მეოცე თავში ჩვენ ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. ვინაიდან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან როგორც ადამიანში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეშიო. ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეშიო. ამიტომაც ჩვენ ვაცხადებთ, როგორც დღევანდელ დღეს სარწმუნოების სიმბოლოში ვაღიარეთ და განვაცხადეთ, მოველით აღდგომას მკვდრეთით და საუკუნო ცხოვრებასო. ამიტომ ნურასიდეს დაგვავიწყდება ეს ჭეშმარიტება. ეს სიტყვები, რომლებიც მივიღეთ აღდგომის გამო, ეს არის გამართლება, ეს არის ჩვენი შეცვლილი ცხოვრება და ეს არის მოლოდინი ჩვენი აღდგომისა. მაგრამ ბოროტი ცდილობს დაუფაროს ეს სიკეთეები ადამიანს, რათა ვერ იხილოთ ეს სიკეთეები. როგორც ერთ დროს ვეღარ ხედავდნენ მარია მაგდალელი და სხვა მარია. რატო ვერ ხედავდნენ? ისინი ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ სამარხზე იყო დადებული დიდი ლოდი. არა და ქრისტემ ხომ უთხრა მათ სიტყვა, რომ მე მოვკვდები, დავიმარხები და მესამე დღეს ავდგები მკვდრეთით. თუ მათ ჰქონდათ მწმენა მკვდრეთით აღდგომის, რატომ მიდიოდნენ საფლავზე ქრისტეს სანახავად? ანუ ჯერ კიდევ მტკიცენი არ იყვნენ მკვდრეთით აღდგომის რწმენაში. იქ იყო ლოდი დადებული, ისინი კიდევაც ფიქრობდნენ, ვინ გადაგვიგორებს ამ დიდ ლოდსო. ძალიან ხშირად სამწუხაროდ ადამიანის ცხოვრებაში აი მსგავსად აი ლოდისა არის დადებული ეს ლოდები ჩვენს თვალებზე, ჩვენს გულზე, ჩვენს გონებაზე. ეს არის ლოდები ეჭვებისა, ეს არის ლოდები სხვადასხვა გამოწვევების ცხოვრებაში. ლოდები ურწმუნოების, ლოდები ავადმყოფობის, ლოდები სხვადასხვა პრობლემების. მასე ეს არა მარტო ეს ლოდებია იყო იმ ადგილას დადებული, არამედ მასე ბეჭედის იყო დასმული, ხო? ბეჭედი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს საკითხი თითქოს არასოდეს გადაწყდება თქვენ სასიკეთოდ. ეს ლოდები არის დიდი და მძიმე. შეუძლებელია ჩვენი ხორცელი ძალებით ეს ლოდები გადავაგოროთ. შეუძლებელია ჩვენი ხორცელი ძალებით აი პრობლემების მოგვარება ცხოვრებაში.
ეს ლოდები არის დიდი. და ეს ლოდები შეიძლება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში აღმოჩნდეს. მაგრამ დავიმახსოვროთ ძვირფასო დებო და ძმებო, რომ ჩვენ სახარებიდან გვაქვს კარგი ამბავი. ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მძიმე ლოდი გადაგორებულია. ბეჭედი არის ახსნილი, რაც ნიშნავს, რომ ბოროტმა დაკარგა სრული ძალაუფლება შენ სიცოცხლეზე. აახილეთ თვალები და დაინახეთ, ირწმუნეთ მკვდრეთით აღდგომა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გამო გამართლება. თქვენ გაქვთ განკურნება. თქვენ გაქვთ ღვთის კურთხევა. თქვენ გაქვთ ღმერთთან შერიგება. თქვენ გაქვთ ქრისტეს მეშვეობით ახალი ურთიერთობა. ცოცხალ ღმერთთან. ღმერთი გახდა თქვენი მამა. თქვენ ღმერთმა გიწოდათ მისი შვილები და მან თქვა, მე არასოდეს დაგტოვებ თქვენ ობლად ამ მიწაზე. მე თქვენთან ვარ ყველა დღე წუთისოფლის აღსასრულებამდე. თქვენ გაქვთ მემკვიდრეობა და გაქვთ გადარჩენა ღვთის მადლით ქრისტე იესოში. გაქვთ ღვთისაგან ზრუნველობა, გაქვთ ღვთისაგან ფარველობა. ღმერთმა იზრუნა როგორც იმ დროს მარიამ მაგდალინელზე, როცა ისინი ვერ ხედავდნენ ქრისტეს აღდგომას, მათთან გამოგზანა ღმერთმა ვინ? ანგელოზი, რომლის მეშვეობითაც აუწყა, რომ ლოდები გადაგორებულია ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ქრისტე ცოცხალია. ასევე წმინდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ, რომ თითოეულ ღმერთის შვილთან არის გამოგზავნილი ზეციდან ღვთის ანგელოზი, რათა ყველგან სადაც იმყოფებით, ეკლესიაში, სახლში თუ სამსახურში იყოს ღვთის ანგელოზები თქვენთან და გიცავდნენ, გახსენებდნენ, გაძლევდნენ სწორ აზრებს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით. თქვენთან არის ღვთის ძალა ქრისტეს აღდგომის გამო, რომელიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას. მიუგო ანგელოზმა დედაკაცს, ნუ გეშინიეთ და იგივე სიტყვა გვესმის დღეს ჩვენ ღმერთის შვილებს 2025 წელში. ნუ გეშინიეთ ამ წუთის სოფელში. ვიცი თული ამ მიწაზე ცხოვრება, მაგრამ ანგელოზმა თქვა, ნუ გეშინიეთ, იმიტომ რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ნუ გეშინიათ ლოდები გადაგორებულია. ნუ გეშინიათ ბეჭდები ახსნილია. სიკვდილი დამარცხდა. ნუ გეშინიათ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ის ცოცხალია და თქვენც იცოცხლებთ. თქვენს აღდგებით მკვდრეთით. ეს არის იმედი და ეს არის გამარჯვება სიკვდილზე. ვინაიდან მას აქვს ძალა გარდაქმნას ჩვენი სხეულები და დაგომსგავსოს თავის დიდებულ სხეულს. ამდენ ქადაგების ბოლოს კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომას და მასთან ერთად ჩვენს აღდგომასაც. ქრისტეს აღდგომა ჩვენი აღდგომაც არის. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა და მასთან ერთად ჩვენც ავდექით. ამინ. დიდება ღმერთს. მოდი ახლა